მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ სამშაბათობით და პარასკევობით გადის ეთერში და ჩვენ საუბრობთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ პოდკასტში გაგაცნობთ ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ დუისში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელმაც 16 წლის ასაკში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. არის კონკურსების გამარჯვებული, ჯილდოების მფლობელი, პროექტებისა და სხვადასხვა კონფერენციების მონაწილე. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ მუსლიმ ბორჩაშვილი. მუსლიმ, მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით, მესმის თქვენი ხმა შესანიშნავად და მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და გვერდებით გადაცემაში. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. ძალიან ბევრი კონკურსის გამარჯვებული ხართ, როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, ჯილდოების მფლობელი, კონფერენციების და პროექტების მონაწილე. მოგვიყევით მუსლიმ, ესე იგი, როგორ მიაღწიეთ, საიდან დაიწყეთ, იქედან დავიწყოთ და როგორ მოხვედით დღემდე და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ჩავშალოთ ეს კითხვების მიხედვით. კარგით. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით კახელებსა და ჩემი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და რა თქმა უნდა ხეობის წარმომადგენლებს, ჩემს საყვარლის ბანკისელებს. მოგეხსენებათ, აქამდეც მქონია მე აქტიური შეხება თქვენს კომპანიასთან, კახეთის ხმასთან და ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე აჟღერებთ და ახმოვანებთ ჩვენსა და სხვა ახალგაზრდების ხმას მთელი საქართველოს მასშტაბით და კახეთიდანაც. რა თქმა უნდა, პირველად 2019 წელს დავიწყე ჩემი ეს საქმიანობა როგორც მოხალისე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცოდი რომ რაღაც მოხალისეებრივ კარგ საქმეს ვაკეთებდი. უბრალოდ ვიყავი პროექტებში ჩართული, იქ მიღებულ ცოდნას მე უზიარებდი სხვა თანატოლებს და მუდამ ვცდილობდი რომ რაღაცნაირად რაღაცა კარგი საქმე გამეკეთებინა ჩემი ხეობისთვის და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტისთვის. სკოლის ეტაპიდან დაიწყო, როდესაც ვიყავი დაახლოებით მე-4 კლასის მოსწავლე და ზუსტად პირველად, როდესაც მე მონაწილეობა მივიღე სასკოლო პროექტში, სასკოლო გუნდებს შორის იყო ეს. ჩვენ ბუკელები ვართ ეპიზოდი მე-4 ესე ერქვა ამ პროექტს და ძირითადად პროგრამირების მიმართულებით იყო, სადაც პრეზენტაციების გაკეთება გვიწევდა და შემდეგ უკვე კონფერენციაზე წარდგენა. ჩემი პირველი კონფერენციაც იყო და სიტყვით გამოსვლაც იყო უზარმაზარ აუდიტორიის წინაშე და ეს სკოლას წარმოადგენდი პედაგოგთან ერთად და ეს ჩატარდა გოგებაშვილის უნივერსიტეტში თელავში. სადაც საკმაოდ დიდი წარმატება მოვიპოვეთ და პირველი ადგილით გავიმარჯვებთ. აი იქიდან უკვე მე мотиваცია მომეცა რომ მე არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაგრძელო მეთქი მონაწილეობა უფრო მეტ ინიციატივებში, უფრო მეტ კონფერენციებში, პროექტებში და აქტივობებში და დღემდე მოვედი. ეს გამოწვევა ხომ იყო მუსლიმ თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან პატარა იქნებოდით მაშინ, ხო? ზუსტად ძალიან დიდი გამოწვევა იყო და იმდენად აი მაგ სიტყვით გამოსვლის მერე იმდენად გაწითლებული ვიყავი თან ამით მე მომეცა შესაძლებლობა რომ ჩემი რაღაც კომპლექსები დავამარცხებინა და რაღაცნაირად გამოვსულიყავი ამ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებაში და რაღაცნაირად ჩემი სიტყვა, ჩემი აზრი გამომეხატა თავისუფლად. სიმართლე გითხრათ, აი ბაღის ასაკში სანამ სკოლაში მივიდოდი, ბაღის ასაკში ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, სულ მეძინა ხოლმე ბაღში და დიდად არ მიყვარდა ლექსების თქვა და რაღაცა ჩართულობა სხვა ბავშვებთან ერთად და მუდამ რაღაცნაირად ჩაკეტილი ვიყავი. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო რაც მახსოვს, ხშირად ჩემს გარშემო მიყვნენ ადამიანები საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ ამ ადამიანისგან არაფერი არ დადგება და დღეს როცა უკვე ვიხსენებ ამ სიტყვებს, მე უფრო დიდი мотиваცია მეწვია და მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს კრიტიკოსებს, რომლებიც ადრეც იყვნენ და დღესაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. მადლობა მათ, რომ мотиваციას მაძლევენ. რა თქმა უნდა, გაგრძელდა შემდეგ პროექტებში მონაწილეობის მიღება. სხვადასხვა ჯილდოებში მივიღე მონაწილეობა, როგორც თქვენ ახსენეთ, ასევე კონფერენციებშიც და ყველაზე მეტად მახსოვს ევროპარლამენტის მოდელირება, რომელიც თელავში ჩატარდა გასულ წელს და იქაც გავიმარჯვე როგორც საუკეთესო დელეგატი და წელს რა თქმა უნდა 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო, რომელზეც თქვენთან შესანიშნავი ჩაწერაც გქონდა. დიახ, და ესე იგი ამ ჯილდოს გამოყოფთ ხომ ეს განსაკუთრებით რომ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის. რამდენიმე წინადადებით გითხარით თუ შეიძლება რატომ იყო ეს თქვენთვის ასე გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ასევე მინდა აქვე ჩაგეკითხოთ სწორედ იმ მოხალისეობასთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე რასაც თქვენ გაუსვით ხაზი და მე ძალიან მინდა რომ ამ საკითხს შევეხო. რატომ უნდა იყო მოხალისე აი ამ სახედიდან უკვე, იმიტომ რომ თქვენ უკვე მიუხედავად ასაკისა, თქვენ უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეთ, ხომ? ამ კუთხით უკვე, რატომ უნდა იყოთ მოხალისე და ზოგადად რამდენიმე წინადადებით რომ მითხრათ კიდევ, თქვენ სანატოლებში რამდენად პოპულარული არის ეს თემატიკა მოხალისეობის?
დიახ, ზუსტად აი ამ ჯილდოთი დავიწყებ და მე უკვე უშუალოდ მოხალისებად და მმართველობით როგორ შეიძლება იმაზეც გადავალ. ეს ჯილდო როგორც უკვე გითხარით, ეროვნული ჯილდოა, თითქმის მე-5 წელია რაც სტარტდება 2020 წლის დაწესდა ჯილდო ახალგაზრდობის სააგენტოს და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით და კიდე იქ პარტნიორობენ სხვა არასამთავრობო როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს წარმომადგენლობა, გაეროს ბავშვთა ფონდი, UNICEF და ასე შემდეგ. რომლებიც ერთობლივად სხვადასხვა მიმართულებით მოხალისეებს აჯილდოვებენ. იქ არის რამოდენიმე მიმართულება, მათ შორის ტექნოლოგიები, კულტურა, სპორტი, რა მიმართულებითაც მოხალისე მუშაობს, მაგ მიმართულებას ასახელებენ და აჯილდოვებენ მონაწილეებს მათი ინიციატივებისა და პროექტების რაოდენობის მიხედვით და მე მათ შორის იქ ქონდა ჩვენ წოდება, რომ ჟიურის რჩეულიც უნდა ყოფილიყო ვიღაცა და ამ შემთხვევაში მე გამომავლინოს როგორც ჟიურის რჩეული, არა მარტო ერთ მიმართულებით, რომელიც მუშაობს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით და ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი აღიარება იყო პირველეს ყოვლისა იმისა, რომ საქართველოში დღეს უკვე მოხალისებრივი საქმიანობა საკმაოდ პოპულარულია და მოხალისები ფასდებიან. მოგახსენებათ, აქ შენ არც ანაზღაურებას იღებ, არც რაღაც თანხას იღებ, რასაც აკეთებ, ეს არის შენი ქვეყნისთვის და შენი თემისთვის, შენი მოსახლეობისთვის და რა ვიცი, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ ნაწილს და აი ზუსტად ეს რო დავსახელდი როგორც გამარჯვებული, საკმაოდ ემოციური ის იყო ჩემთვის ოვაციებში რო ყავი და საკმაოდ დიდი წარმატება და აღიარებაც იყო, რა თქმა უნდა. და მადლობა ამისთვის იმ ადამიანებს, რომლებმაც მაღიარეს და რა თქმა უნდა მადლობა ჩემს ყველა პედაგოგს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად ამ ბოლო წლებში ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში და მოხალისეობაც სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ უპირველეს ყოვლისა შენ საკუთარ უნარებს ანვითარებ, ეხმარები საზოგადოებას და ბოლოს ეს შენ, რა ვიცი, რაღაც გამარჯვებამდე მიიყვანს, რაღაცნაირად არ დარჩება ეს, რასაც იხდი, რა სიკეთესაც აკეთებ, უკან გიბრუნდება და სწორედ მოხალისეობაც ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მთავარი გამარჯვება რაც არის ხოლმე მოხალისისთვის, ეს არის მადლიერება და მადლობა, აი ეს სიტყვა იმ ბენეფიციარებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შენ ეხმარები და რაღაცნაირად წვლილი შეგაქვს მათ განვითარებაში და მოხალისეობაც ეს არის. დღეს ჩემს გარშემო ბევრი ახალგაზრდა ჩემსავით ბევრ საქმეს აკეთებს. მარტო ერთი მუსლიმ ბორჩაშვილი არ არის პანკში. სხვა ბევრი ახალგაზრდაცაა და მინდა რომ აი ისინიც გამოვიდნენ ჩემსავით და სიტყვა ამოიღონ, თავიანთი აზრი გამოხატონ, რომ რაღაც ჩაკეტილ სივრცეში არ აკეთონ ეს სივრცე, ეს რაღაც საქმიანობები და გამოვიდნენ იმ ჩარჩოებიდან და თქვანს თავიანთი სათქმელი და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. მე ვიცი რომ ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის რომ ისინი მოხალისეები არიან და ჩვეულებრივ აკეთებენ ამ რაღაცებს. ისინი მართლაც მოხალისეები არიან და მე მათ სუვეუბნები ხოლმე რომ მეგობრებო, თქვენც მოხალისეები ხართ ჩემსავით, ელემენტარული დასუფთავების აქცია რომ მოვაწყოთ მეთქი ეკოლოგიური მიმართულებით, გარემოს მიმართულებით, ესეც მოხალისეობრიობაა და სამოქალაქო მმართველობის ერთ-ერთი მიმართულება. მუსლიმ, თქვენთვის ამჟამად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებთ, აი ამ ეტაპზე, რა ეტაპზე იმყოფებით ეს რომ მოგვიყვეთ და ასევე ძალიან საინტერესო არის თქვენი ასაკიდან გამომდინარე, როგორ უთანხმებთ აი ამ ყველაფერს, აი ამ უზარმაზარ შრომას, რომ ეს გამოცდილება დააგროვოთ, ეს კონტაქტები გქონდეთ თუნდაც, ამ პროექტებში მიიღოთ მონაწილეობა, მოუტანოთ სარგებელი, როგორც თქვენს თავს, ასევე თქვენს თემს, სადაც ცხოვრობთ, აი როგორ უთანხმებთ ამ ყველაფერს სკოლას და ამ აქტივობებს, რომელსაც თქვენ ასე ჯიუტად ეკიდებით და ეჭიდებით, ასე რა ვთქვათ. მართლაც ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარ, ცხოვრებისეულად ეს თვისება მაქვს ხოლმე თუ რაღაცა ვთქვი, იმდენად პრინციპია ეს როგორც ვფიქრობ, რომ პრინციპია რაღაცნაირად ჯიუტი რო ვარ და იცით რა არის, ეხლა აი ამ ეტაპზე რაზეც ვარ, თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა ლიდერები და ზუსტად კახეთის რეგიონულ ჰაბთან და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგიონალური ჰაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს მედია ცენტრი კახეთი. ჩვენ მრავალ ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით, აი ბოლო დროს რა აქტივობას გამახორციელებთ, ის იყო კურდღლაურის სახლის ვესტუმრად, სადაც ახალგაზრდები შევხვდით. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც ამ მიმართულებით ახალგაზრდა სტაჟიორი, ახალგაზრდა ლიდერი, მივიღო ის ბევრი ცოდნა გამოცდილება და ასევე სხვა ლიდერები გავუწნო და მათთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდებისთვის და თემისთვის
და აქვე დავამატებ იმასაც და შესაძლებლობით მადლობას გადავუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდს, რომლებიც აქტიურად გვიჭერენ მხარს ამ მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვაკეთებთ ამ საქმიანობას. გარდა ამ მიმართულებით ჩვენ კიდე ახლა მე წარმოადგენ ახალგაზრდა ახალგაზრული იდეას, რომელიც ევროპის ფონდის დაფინანსებით გამოაცხადა საგრანტო კონკურსი და ახმეტის ფარგლებში სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები დავაფინანსეთ და ისინი ინიციატივების ფარგლებში ახორციელებენ პროექტებს დაახლოებით პანკიში 3 პროექტი მიმდინარეობს და ახმეტაში 1, როგორც ვიცით, დაფინანსებული და ესეც ერთ-ერთ ახლა ამ ეტაპზე ვართ, რომ ამ პროექტებს ვახორციელებთ. დამატებით ახლა უკვე ზაფხული მოახლოვდა, ცოტა დასვენება გვიწევს, ეს პროექტებიც რაღაცნაირად გაჩერდა არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ვცდილობთ, რომ მაინც არ გავჩერდეთ და რაღაცა კარგი საქმე გავაკეთოთ. რამდენიმე წინადადებით უკვე დასასრულისკენ მივდივართ ფაქტობრივად და რამდენიმე წინადადებით რომ მითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავს შეხვედრებში თუ კონფერენციებში თუ იგივე კონკურსებში მონაწილეობა, რომ მიიღოს ახალგაზრდამ, აი თუნდაც თქვენს თანატოლებს ამ მიმართულებით რას ურჩევთ, ვინც ჯერ კიდევ თქვათ არ არის ისეთი აქტიური როგორც თქვენ ან სხვა ლიდერები და ძალიან საინტერესო არის ზოგადად რამდენად ერთვებიან ეს სტატისტიკა, ხო? აი ამა თუ იმ აქტივობებში ისინი როგორც თქვენ იღებთ მონაწილეობას, ეს რამდენიმე წინადადებით რომ შევაჯამოთ ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე რომ გითხრათ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, ძალიან საინტერესო არის სად და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ასე ვთქვათ რამდენიმე წლის შემდეგ და აი ამითი რომ დავასრულოთ. ხო, კიდე იმასაც დავამატებ, რახან გამოგჩა ეს სკოლასთან რამდენად ის მაქვს დრო მე არ გეტყვით, რომ საკმაოდ მაგარი მოსწავლე ვარ და ზოგჯერ მიწევს ხოლმე გაცნაც გარკვეული მიზეზების გამო ამ შეხვედრებზე რომ მიწევს ხოლმე ამ პროექტების გამო, იმიტომ რომ ზოგადად განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც მნიშვნელოვანია და მათი ინტეგრირება. და რა თქმა უნდა, სკოლაც მნიშვნელოვანია თავისთავად და რაღაცნაირად ვასწრებ. მე თვითონაც არ ვიცი ამ შეკითხვის პასუხი როგორ ვასწრებ. თან დამატებით ვემზადები ინგლისურზე სხვა საგნებში და რა ვიცი. რაღაცნაირად თან იცით რა არის წინასწარ რაღაცას რო გეგმავთ, ჩემი პროგრამა მაქვს ხოლმე გაწერილი და მაგიტომ რა ვიცი რაღაცნაირად მაქვს დაგეგმილი ეს ჩემი განრიგი. და ეხლა თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით რაც შეეხება ამ შეკითხვას, მე აი ეხლა ბოლო წინადადებით რო ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, იმიტომ რომ აქ შენ რო იღებ რაღაც ცოდნას ამ პროექტებით, ამ შეხვედრებიდან, ამ კონფერენციებიდან, შენ გეწევ შემდეგ შენს თანატოლებს გაუზიარო ეს ინფორმაცია და ისინიც განავითარო და სწორედ ძლიერი ახალგაზრდები, განვითარებული ახალგაზრდებით ხელშია ძლიერი საზოგადოება და ძლიერ საზოგადოებაზე დგას განვითარებული დემოკრატიული და ჩამოყალიბებული სახელმწიფო და ჩვენ თუ გვინდა მართლაც ევროპაში ვიყოთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვიყოთ, აი მაშინ ახალგაზრდებს აქვს ძალიან დიდი როლი და ჩვენ ახალგაზრდებს შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე და მე ახალგაზრდებს ვეთქვი რომ მუდამ ჩაერთონ ესეთ ინიციატივებში და არ იფიქრონ ანაზღაურებაზე, არ იფიქრონ მუდამ დასვენებაზე და გართობაზე, იფიქრონ თავიანთი თავზეც რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა სხვა ახალგაზრდებსაც, რომ განავითაროთ ერთმანეთი და გაუძლიერდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სოფლიოსთვის. და სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი რამდენიმე წლის შემდეგ? სამომავლოდ თქვენ შეიძლება იცოდეთ კიდეც, მე დღეს შეხება მაქვს დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ელჩებთან და რა თქმა უნდა სამომავლო პროფესიაც დიპლომატიურ მიმართულებით ვაპირებ გავაგრძელო საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით და ალბათ რა თქმა უნდა საქართველოში ვისწავლი, რა თქმა უნდა შანსი თუ ჩამივარდება ეგრევე საზღვარგარეთაც, ან ევროპაში, ან ამერიკაში, თუმცა ჩემს ქვეყანას დაუბრუნდები და როგორც ამ ქვეყნის დიპლომატი, ან ელჩი სხვა ქვეყანაში წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას აუცილებლად. იმედი მაქვს ამის. უამრავ წარმატებას გისურვებთ მუსლიმ სამომავლოდ. გაიხარეთ. ნახვამდის კარგად კიდე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სხვა პროექტებზე. აუცილებლად. ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ. მე კი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დავემშვიდობები, ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ.